და შენ თუ გინდა ამ ცხელს ზაფხულში შეზლონგი შენითა აწყო და 500 ლარი არ გადაიხადო, მე გეტყვი 70 ან 80 ლარის ხის პროდუქციით როგორ აწყო ესეთი ლამაზი შეზლონგი და ბევრად გამძლე, ვიდრე აქანა იყიდება. სალამი ძმდებო, მოგესალმებით. დღეს გვაქვს სწავლის დღე, დაცხა, თან მაგრად დაცხა და შეზლონგებს 20 ძვირი დაედო. ამიტომ დღეს მე გასწავლით 60 ლარად როგორ ავაწყოთ 500 ლარიანი შეზლონგი. არ გჯერათ ეხლა. ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება ქროუნის უპაწუწესი და უძლიერესი შურუპაორტი, სუდიდებს ვიყენებ ხოლმე და თურმე პატარაც ქონია რა, რომელიც ხელი არ გეღლება და ბევრად სწრაფად აკეთებ. შურუპი და ფიცარი, რომელიც არის 2 მეტრიანი, გასალაშინებულია, გასუფთავებულია და ღირს ალბათ, რავი, 5 ლარი ელიავაზე. ასევე დაგვჭირდება დიდი ხერხი, რომელთაც გადავჭრით, ესეც ქროუნისაა. თუ ეს არ აქვს, შეგიძლიათ ხელის ხერხითაც უბეროთ რა. იდეაში კარგი ზომაა 2 მეტრი 65-ზე. ამიტომ ამის დაჭრა აღარ მოგიწევთ სიგრძეზე. სიგრძეს იყენებთ, ეს 2 მეტრიანები იყიდება. ესე იგი, 2 მეტრი 65-ზე. პირველი ჭრა საითაც ზუსტი ზომა და ნახას გავლებთ, მხარეს ჭრით რა იდეაში. ეხლა გვინდა 2 ცალი ფიცარი. ეს არის სახვრეტი. ანუ დაახლოებით იგივე ზომაზე. ჩახრეტას უკეთებს, რომ ფიცარი არ გასკდეს რა. შურუპებს ვდებთ. უკვე ჩახრეტილია და აღარ გახეთქავს, ეს წელს ვაფიქსირებთ. და შურუპი აღარ ჩანს რა, ეს ამოხრეტილი რო აქვს. რგვალი უკვე საკაიფოდ აკეთებს. იგივენაირად მეორე მხარეზეც. კონსტრუქცია მზად არის. აი ესეთი კონსტრუქცია, სადაც უკვე დავიწყებთ ფიცრების ჩაკერებას, რომელიც მე თავისებურად გადაამაგრებს ყველაფერს. შეზლონგი რომ კომფორტული იყოს, 1.30-ზე ვაკეთებთ დასაწოლს, 1.30-ის შემდეგ რაც დარჩება, ვაკეთებთ უკვე წამოსაწევს. რომ ბევრად კომფორტული იყოს, მარტო სწორი არ იყოს რა, ამოწევად შეგეძლოს, თავის მერქანს, ანუ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული იყოს რა. ამისთვის ახლა დაგვჭირდება მეორე 4-2-ზე ფიცარი, 1.30-ზე. ეს კარგი ხერხია, რომ ეს გვერდზე რო აქვს, გადაგდებისგან იცავს. პადრე მიოსე. ეხლა ეს ფიცარი რა თქვინდა? ესენი რომ ჩალაგდება ამაში, ამან რაღაცა უნდა დაიჭიროს, ხო? ამიტომ 1 და 2. ოღონდ ამებს ვაკეთებთ უკვე ტოლსენის სამაგრი. ესეთი პატარა სამაგრებია, რითიც მარტო როცა მუშაობ, იდეალურია რა, აფიქსირებ და უმარტივესად ყველაფერს აქ ძაკ. დაიჭირა. ეხლა აქეთ. აქეთ უკვე ზომა დაფიქსირებულია, რომ ეს არ გაგექცეს ან დაბლა, ან მაღლა. ეხლა მეორესაც იგივენაირად. დავაფიქსირებ. აქაც გადმოხვალ ცოტა გვერდზე, რომ აქაც იგივე ზომა აიღო. ესე იგი, შიდა მანძილს ვზომავთ ეხლა და არის 61 და 5 წელს ერთად ვჭრით, იმიტომ რომ საცეულ ამის ჭრის ნერვები არასდროს არავის არ აქვს.
ესენი მზად არის. ეხლა ვაკეთებთ ეგეთ რაღაც. პირველსა და ბოლო ფიცარს ვდებთ ამაზე. დამამთავრებელს, რა. და ვიწყებთ შუაში შევსებას. წვრილი მსხვილი. და ამას იდეაში აქ ესე აქეთ იქიდან ვჭიმავთ, რომ პირველი და ბოლო წერტილი იყოს სწორი. პირველ და ბოლო ახან დამაგრებულია, გავანაწილებთ ისე რომ წყალი რო გავიდეს რა, ანუ თვალის ზომით ვაშორებთ რა, არ უნდა ამას ბევრი პროფესიონალიზმი. აი ესე. და ქვევით დადებულზე ვამაგრებთ, რომ გადაამაგროს, ქვევით ხე რო დაუდეთ. ტორჩი როგორც სანთელი ჩავარჭობთ. უბრალოდ ლეგოსავით აესნიერება. ეცა ჩურუპმა თავი რო არ ამოწიოს, რომ მე შიშველ კანზე რო დაედება, ან გამოიგლიჯოთ ან რამე რა. ესე იგი, ეხლა კეთდება მეორე თავი რა. მეორე პატარა ფიცრე ინდიაში ამ ზომას ვჭრით, აქ რო ჩაეტიოს და ამაში. ხიმინჯებივით ვაწყობთ რა. ერთ ცალს ჩავხურეთ. ეს კეთდება პროსტა, იმიტომ რომ მე ის დიდი ხეები გადაამაგრებს რა. და ეს იგივე ზომაზე ამითი ესე ვამაგრებთ რა. ამას იგივენაირად პროსტა იმას გაწევთ ზუსტად კიდეზე. ეს იქნება შემდეგი, რომელიც იდეაში ეს აქ ჩაჯდება. და ეს მოძრავებს ამოსვლა ჩასვლას. მოკლედ ესენი ჩალაგდება ეხა აქ. ეს გაკეთდება, ამაზე დრო აღარ შეგაწყინოთ. იგივე პრინციპი არის, რაც ამაზე გამოვიყენეთ. შეხა ამას წაუსწრებთ ალტაქსი, რაც არის წასასმელის დღეს ზეთი. მოწითალოფელი რომ მიიღოს და მექანიზმს რაც შეეხება, აქ უკეთებთ და ამ დამაგრებულ ხეზე იდეაში ვაჩერებთ, სადაც გვინდა. აქ სადაც გნებავთ, აქ სამ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც გინდა, იმ პოზიციაზე თქვენთვის კომფორტული როგორც არის მოიგებთ და ამ ხეს დავუყენებთ, რომელიც იმ პოზიციაზე ესე გაჩერდება რა. საბოლოო ჯამში მთლიანად ეხა ეს რო არც აიწიოს და აქ რო რა ვიცი ძალიან მარტივად მეორე ვარიანტი არის ყველაზე მარტივი, რომ ზუსტად ამ ზომაზე ხე გადაჭრათ და იგივე პოზიციაზე გააჩეროთ, ანუ ესე იყოს და სადაც დავუდებთ იქ გაჩერდება იმ პოზიციაზე, ბევრი რო არ იწვალოთ და ბევრად მარტივი რო იყოს თქვენთვის. ან მეორე ვარიანტია, აქ უყენებთ მექანიზმს და ამ ფისას აჩერებთ სადაც გინდა. უმარტივესი არის ნებისმიერი ამ შემთხვევაში აი რა ნებისმიერი პოზიცია შეგიძლიათ აირჩიოთ რა. ან უბრალოდ გამოაცლით და დაწვევით. ეს არის ალტაქსი, ეს არის ზეთი, რომელიც ვაფშე ღარიბების ხე, დიდრების ხე. ეს არის პირველი პირი. შეგიძლიათ რაც უფრო სქლად ამოიღებთ და სქლად წაუსმევთ, უფრო კარგი ფერი ეძლევა. ესე არის. მაგრამ თქვენ რო არ დაიღალოთ წასმაზე ლოდინით, მე შემიძლია ძალიან ჯადოსნურად ორი ხელის გამოყენებით აი ესეთი ულამაზესი შიზლონგი გამოგვივიდა, რომელიც ალბათ ღირებულება არის 400-დან 500 ლარამდე, იმიტომ რომ აქ ყველაფერი ძვირია და მარტივად შეგიძლიათ ალბათ სხვა ესე 80 ლარის ხით უკვე დაჭრილი და ბევრი წვალების გარეშე ერთ-ერთი შურუპების დაშორება გიწევთ რომ ააწყოთ. ესეც იგივენაირად გამოვა, დაშორება პატარა აქვს. ამას ეს მექანიზმი აქვს, ანუ მთლიანობაში შეგიძლიათ სულ ერთი ქროუნის 12 ვოლტიანი შურუპაორტით, სახლისა პატარა რომელიც არის და დიდი რო არატოვოთ მძიმე, მაგითი ტოლსენის შურუპებით და ქროუნის ხერხით იდეაში, ანუ ეხა ფანქარს და გონიოს როგორმე იშოვით სადამე, ან კლავს გააკეთებთ ეს. სულ 3 მინუტის დახმარებით შეგიძლიათ ესეთი შეზლონგი აწყოთ. თუ ეს ნივთები ორ-ორი გექნება და მეგობარიც ყავთ,
შეგიძლიათ უბრალოდ ბიზნესი დაიწყოს. სანამ ზაფხული მოვა, 80 ლარად დააწყოთ და რავი, 180 ლარად რო გაიდოთ, 50%-ზე მეტად რო დაადოთ თქვენ შრომას, ფასი, ბიზნესია შეუძლებელი. თან გულიანად თუ აწყობთ და განავითარებთ, upgrades გაუკეთებთ, საბურავებს დაუყენებთ, მერე რაღაცა თავის მატერიებს მოუხსოვთ, ამის ფასი იზრდება და შეგიძლიათ რომ ბიზნესი დაიწყოთ. ეხლა მე ფიზიკურად ბიზნესი გაჩვქეთ. არაფრის. კომენტარებში დაწერეთ მადლობა ამ ბიზნესისთვის. ქვევით არის საიტზე მოცემული Holst G და ის პროდუქცია, რითიც ჩვენ ავაწყეთ ეს ყველაფერი. ფასდაკლებით იჩქარეთ პრომოკოდების გარეშე. უბრალოდ ფასდაკლებით შეიძინეთ Holst G-ზე ნებისმიერი Crownis თუ Tolson-ის პროდუქცია. რეკომენდაცია ჩემგან.